ალბათ ძალიან მიამიტობა იქნება თუ გივიტყვით რომ ვინმეს გაუკვირდა ის რაც გუშინ ხელისუფლებამ დამმართა თბილისს გუშინ ღამე რაც დამმართა თბილისს რაც დამმართა თბილისის ქუჩებს და როგორი თბილისი დაახვედრა დღესდილით თბილისელებს და თბილისში ყოფ საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც სტუმრად არიან ჩამოსულები ხო რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს სიმართლე უთხრათ ერთმანეთს ამას აქვს ბევრი მიზეზი რატომაც გაკვირვებისთვის სივრცე აღარ დავგვიტოვეს მაგრამ რამდენიმე მიზეზი ჩამოთვლი ერთი პირველი მიზეზი ის რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც ხელისუფლება ქართული ოცნების სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავებთან მათი თავარი საფირმო ნიშანი რა არის ხომ სწორედ ეს არის თავარი ხელწერა ხომ სწორედ ეს არის ძალადობა ზიზღი შუღლის გაღვივება ბალღამის და ბოღმის თხება ხომ ეს არის ამას ახორციელებდნენ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა მექანიზმები და სხვადასხვა ფორმებით არა და მეორე მიზეზი როდესაც ვიცით რომ ამ ზიზღის ქვევის კამპანიის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მაგალითისთვის კულტურის მინისტრი ხო ქალბატონი წულუკიანი რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე და მეტიც ძარცვავს ჟურნალისტს და ვითომც არაფერი ხო ამის შემდეგ ჟურნალისტი საპატრულო პოლიციას იძახებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უძლურნი არიან აღასრულონ კანონი ვინაიდან პოლიტიკური დავალება არ აქვთ მათ რომ სადაც დასაჯელია დამნაშავე დაისაჯოს, სადაც არ არის დასაჯელი არ დაისაჯოს, ეს კანონის თანახმად დაკეთდებოდეს ეს სტერიგით, მაგრამ პოლიტიკური დავალება რო ქონოდა პოლიციელს, რომელიც გამოცხადდა და შემთხვევის ადგილზე ბუნებრივია ქალბატონ წულუკიანს მიუხედავად მისი სტატუსისა კანონის წინაშე მოუწევდა პასუხისგება. პრემიერ-მინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ხომ? ამ ზიზღის კამპანიის რქევის ასევე. ყველა პრაქტიკულად ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ძალადობაში, არა უბრალოდ ზიზღის კამპანიას აწარმოებენ, ძალადობენ კოლეგა ოპოზიციური პარტიის დეპუტაციაზე, მათ შორის ქალ დეპუტატებზე. ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ რა არის ამ თავარი, ხალხო? თავარი არის შემდეგი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქალაქი არის და უნდა იყოს ყველასი გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შვილები, ჩემი შვილი, რომელიც წელს სკოლაში უნდა წავიდეს, ხო? და მაგალითად კახიტალაძე შვილები და სხვები ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთად მოუწევთ მათ ამ ქალაქში ცხოვრება. ერთ უნივერსიტეტებში მოუწევთ, ერთ საერთო სკოლებში მოუწევთ, სიარულის საერთო სპორტულ დარბაზებში მოუწევთ ვარჯიში. აი აქედან უნდა ამოვიდეთ და ჩვენი ფიქრი უნდა დაუქვემდებაროთ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიდგომას. ჩვენ ფიქრი უნდა იყოს მიმართული მომავლის გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ და მხოლოდ ასე უნდა ვიმოქმედოთ და მხოლოდ აქედან გამომდინარე უნდა ითქვას სიტყვაც კი, არათუ ჩადენილი უნდა იყოს ქმედება. ჩვენ ვიმსახურეთ, მე ვფიქრობ, ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ სჭარბობს პატივისცემას, ხომ დამეთანხმებით ალბათ. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც არ არის შურიზეება, არამედ არის მიტევება, ხო, დომინანტი. ვიმსახურებთ, მე ვფიქრობ, ხო, 2021 წელიწადია. ამიტომ ამისათვის საჭირო არის საღი აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველანი და ამ ზიზღის კამპანიის წარმოების შესაძლებლობა და გასახანი ხელისუფლებას არ მივცეთ. მიხარია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოებისა უკვე ძალიან კარგად იცნობს ამ ხელწერას, ქართულ ოცნებას გულისხმობდა მის ხელწერას და ეს კამპანია, რომელსაც აწარმოებს ბატონი ივანიშვილის გუნდი, ხო? კალაძესთან, ღარიბაშვილთან, წულუკიანთან, კობახიძესთან ერთად ვერ პოვებს მოჭიდებას. ჩვენთვის თავარია, რომ მტკიცეთ, მშვიდად, ურყევად ყველანი ერთად მივიდეთ საარჩევნო ურნებთან და აი ამ ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას გავცეთ
პასუხი და მე მინდა ყველას გჯეროდეთ წარმატების, რაც თავარია. იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტერი ეხლა არის ნიჰილიზმი, ყველაზე დიდი მტერი არის სასოწარკვეთა და ყველაზე დიდი მტერი არის უიმედობა, რომელიც დაბადა ქართულმა ოცნებამ და სამწუხაროდ 9 წლის განმავლობაში თუ რამე განავითარა, აი ეს ემოციები და ეს შეგრძნებები განავითარა. ამიტომ არაფერი აქ საგანგაშო არ არის, მშვიდად მტკიცეთ ჩემთვის და ელენესთვის ნამდვილად არწმუნებით შემიძლია ასევე თქვა, ამიტომ რომ ეს არის ჩემი შინაგანი მოწოდება, რომ პოლიტიკაზე მეტი არის, გაცილებით მეტი არის თბილისი. მე არ მინდა თბილისის ის მერი ვიყო, მე არ მინდა დედაქალაქის ის მერი ვიყო, სადაც იცხოვრებენ ადამიანები და ადამიანთა ნაწილი, მოქალაქეთა ნაწილი ჩემში ვერ დაინახავენ ობიექტურ მეს. მე მინდა ვიყო ის ქალაქის მერი, რომელიც ზუსტად ისეთნაირად გაუწევს დახმარების ხელს, გაუწოდებს დახმარების ხელს ქართული ოცნების არათუ უბრალოდ ხარდაჭერს, აქტივისტსაც კი, აი ამ ადამიანებსაც კი, რომლებიც დაიქირავეს გუშინ ღამე და აი ქალაქი მორთეს აი ამ ზიზღის პლაკატებით. მინდა ვიყო ყველა ოპოზიციური პარტიის ხარდაჭერის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც ასეთი მოწოდებით არის. ეხლა წარმოვიდგინეთ, საკრებულოს თავმჯდომარე ვახსენე, ხო ნათლად გამოჩნდა, ხელის გულზე დაიდო, რა ვითარება გვაქვს დედაქალაქში, ქვეყანაში ძალიან კარგად მოგვიხსენებათ, ხო დედაქალაქში რა ვითარება გვაქვს. სად არის საკრებულოს თავმჯდომარე, ხო? კარგით. ბატონი კალაძე, რომელიც უბრალოდ კანდიდატი კი არ არის მერობის, იგი გახავთ მართველი ძალის გენერალური მდივანი. ვიმეს თუ შეჯერა, ისაც გუში ღამე თბილისზე დამართეს, კალაძე არაფრის საქმის კურსში არ იყო, უნებრივია აქ უბრალოდ უფლება უნდა დავიტოვოთ, რომ ასეთ ადამიანს ობიექტური ვერ უწოდოთ. ეს ადამიანი გეგმავს და ორგანიზებასაც უწევს, მაგრამ კარგით, მერის ჩადის დანაშაულს. რას აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე? სად არის საკრებულოს თავმჯდომარე? სად არის საკრებულო? სად არის ქართული ოცნების დეპუტაცია საკრებულოში? აი ეს ბალანსი უნდა აღდგეს და სწორედ ეს კოალიციური გუნდი, რომლითაც ჩვენ ამ უნიშნულოვანეს ეგზისტენციალურად აი გადამწყვეტ არჩევნებში შევედით, აი ამ და სხვა პრობლემებს მოაგვარებს ერთ დღეში. როდესაც ეწოდინება ნებისმიერი დროისა და სივრცის ქალაქის მერს, თუ კი იგი გადადგამს დანაშაულებრივ ნაბიჯს, მაგრამ ამაზე პასუხს მოსთხოვს თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარე ან თუნდაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც კოალიციურად იქნებიან ხელისუფლებაში, ხო წარმოდგენილია. ამას ვერ ჩაიდეს, ვერ გაბედავს უბრალოდ ვერც ერთი მერი ვერ ასოდეს. დღეს, როდესაც მიტაცებული აქვთ ყველა სახელისუფლებო შტო, უნებრივია დანაშაულის ჩადენა მათ ნორმად ექცა. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, სიყვარულისკენ, პატივისცემისკენ, ურთიერთგაგებისკენ და სიმტკიცისკენ, რაც ყველაზე მთავარია.